გამარჯობა, ეთერშია კურიერი. 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბა სანიკიძე. სახელმწიფო გუნდის შეფასებით მტკიცებულებების გარეშე გახმოვანებული ინფორმაცია ქვეყნის მტრობაა, რასაც ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აქვს. თემას პირდაპირ ეთერში განავრცობს ლიკა ალელიშვილი. ლიკა, ეთერში ხარ. კესო, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიების შესახებ კითხვები ჟურნალისტებმა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილის განცხადებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს შიგნით არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო გახადონ სხვადასხვა ძალებისთვის სამიზნე. ეს ყველაფერი კი შალვა პაპუაშვილის შეფასებით არის დივერსია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. შალვა პაპუაშვილმა დღეს კონკრეტული არგუმენტებიც დაასახელა თუ რის გამო აკეთებენ მსგავს განცხადებებს, მაგალითად თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ისინი დაფინანსებული და მართული არიან გარე ძალების მხრიდან და სწორედ უცხო ძალების დავალებებს ასრულებენ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ არის ნაბიჯებად გაწერილი, რომ იქნება ჯერ ყალბი კვლევა, რომელიც ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირ საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღესასრიგი აქვს, რომელიც ცდილობს, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს, რომ გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი არის, რომელიც ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის ხოლმე პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტი აქციოს საქართველოში. ვფიქრობ, მათთვის, ვისაც უნდა იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოედენ ამაზე დისერტაციები წერონ, თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ მათი თავდასხმის ობიექტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაადგინოს კონკრეტული ადამიანების განცხადებების უკან დგას თუ არა რამე კონკრეტული მტკიცებულებები და რას ეფუძნებოდა მათ მიერ გაკეთებული განცხადებები. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში აქცენტს აკეთებენ უცხო ძალების მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიერ გადადგმულ ქმედებებზე. განცხადებებს არ ვიცი, მე რო ვიზიარებ და მე ვიტყოდი, ხა კონკრეტულ განცხადებებს მე რო მქონდეს ინფორმაცია და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, ხა იმაზე როგორ გიბასუყოთ, მე ამბობ არ მგონია რომ ისეთი განცხადებები ყოფილიყო გაკეთებული, რომელსაც შეიძლება ასეთი რისკი გაეჩინა ჩვენ ქვეყანაში, ხო? სამხედრო კონფრონტაციის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არსებობს მათ შორის კონკრეტული რაღაც სამეცნიერო გამოკვლევა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი და მისი გამოკვლევა პირველ რიგში უნდა შედიოდეს უსაფრთხოების ვინც არის ქვეყანა დაინტერესებული მათ ინტერესებში. მე აღარ მოვერიდები უკვე არაფერს და მე არ მიყვარს ეს მკვეთრი იარაღების მიწებება, მაგრამ როცა სიმართლეა უკვე უნდა ითქვას, იმიტომ რომ ყველა ზღვარს გადავიდი. პრინციპული აგენტი გინახავთ. რა არის ახლა რას ველოდებით ამათგან, რომ ისინი იყვნენ პრინციპული აგენტები. აგენტი არის აგენტი. უთხრეს დღეს რომ დააბრალეს საქართველოს ტერორისტების მომზადება, მერე გაიაზრეს რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ რომ არასწორული ფაქტია
და უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ, ახლა უბრძანეს, რომ მოდი რაღაცნაირად იქნებ გამოძვრეთ ამ სიტუაციიდან. იმ ბრძანებების გამცემებს ვეტყოდი, რომ როდესაც ბრძანებას გასცემენ, იმ ეტაპზე დაფიქრდნენ ხოლმე რა შეიძლება მოყვეს მათი აგენტურისთვის. მე რო გადარჩენას უპირებენ და რაღაც ახალ სულელურ ნარატივებს ათქმევინებენ. არ მithქვავს, როგორ არ გithქვავს. ყველა უყურებდით, მილიონობით ადამიანი უყურებდით და ამ ჩანაწერს დღეს 3-ჯერ და 5-ჯერ იმეორებენ ტელევიზიები. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება. სწორედ გამოძიების ფარგლებში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ უკვე თინა ხიდაშელი, გუბა სანიკიძე და გიორგი კანდელაკი არასაქალაქო სასამართლოში, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხა ვახტანგ კაპანაძემაც. მადლობა ლიკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლიკა ალელიშვილი. უსაფრთხოების სამსახურს შეკითხვები აქვს გივით არგამაძესთანაც, ის საქართველოში არ იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ სუსმა განმარტა, რომ თარგამაძეს მობილური გამორთული ჰქონდა და დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მმართველი გუნდის განცხადებით ეს თემა ოპოზიციამ რამდენიმე მედიასთან ერთად უწყების დისკრედიტაციისთვის გამოიყენა. სუსის დააბრალეს, რაც არ უთქვამს, თითქოს უწყება თარგამაძეს ვერ პოულობდა, შემდეგ კი ასევე მოგონილი ამბები გაავრცელეს, თითქოს უსაფრთხოების სამსახური თარგამაძის პოვნაში დახმარებას ითხოვდა. ქართულ ფაქტების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ. დისკრედიტაცია დივერსია, ჩვენი დივერსია არის, როდესაც ჩვენ შიგნით ყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის და არიან მონაწილე, არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემაც ვისთვის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვს, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება, ასე რომ არ ინერვიულოს არავინ, ვით საპოვნელია ყველას იპოვნის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენი არის მართლმსაჯულებაში, მასაც წარადგენს. მოჩთაფა ხამენე ისლამური რესპუბლიკის ახალი სულიერი ლიდერი. ირანის ექსპერტთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით ისლამური რესპუბლიკის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი აერჩია. ცნობილია ვაშინგტონის პოზიციაც. ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში ამერიკის პრეზიდენტი ირანის ახალ უმაღლეს ლიდერად მოჩთაფა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალი ლიდერი შტატების თანხმობის გარეშე დიდხანს ვერ გაძლევს. პარალელურად რეგიონში ესკალაცია გრძელდება. ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ისრაელის არმიამ კი ირანზე დარტყმების მორიგის სერია დაიწყო. სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. იერიშები თეირანისა და ალბორზის პროვინციებში მდებარე ნავთო ბაზებზე განხორციელდა. ჩვენ არ ვაპირებთ შესრულებული მისიის ბანერების აფრიალებას, როგორც ეს თავის დროზე ჯორჯ ბუშმა ავიამზიდზე გააკეთა, თუმცა ამერიკელ ხალხს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, ეს არ არის თანაბარი ბრძოლა. ირანთან შედარებით ჩვენი უპირატესობა აბსოლუტურია. ჩვენ შეგვიძლია სრულად ვიბატონოთ მათ ცაზე. სიმართლე ესაა, რომ კამპანიის ეს ნაწილი ჯერ სინამდვილეში არც კი დაგვიწყია. ეს არ არის რეჟიმის შეცვლის ომი, ბუშისეული გაგებით, რომელიც ასობით ათასი ჯარისკაცის მონაწილეობას გულისხმობდა. ჩვენი მიზანი არ არის ირანული საზოგადოების ამერიკულ ყაიდაზე გადაკეთება. ჩვენ ეს უკვე ვცადეთ და ამერიკელმა ხალხმა ეს მიდგომა უარყო. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეარაღებული დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების ფონზე ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭერბა $100 ნიშნულს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. საკითხს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ნავთობზე ფასების მოკლევადიანი რყევა, რომელიც ირანული ბირთვული საფრთხის საბოლოოდ აღმოფხვრისთანავე მკვეთრად დაიწევს, ძალიან მცირე საფასურია იმ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო მიიღებს. დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ გვერდზე. დღეიდან ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს თბილისში მყოფმა EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა. მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც
ასამბლეის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს პარლამენტში იმყოფება. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით დელეგაციის წევრები ორდღიანი ვიზიტის დროს შეხვდებიან პოლიტიკოსების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან. დელეგაციის წევრებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი უკვე მოინახულეს. ქეთი ზანთარაი აშუქებს ვიზიტს და ის შემოგერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქეთი, გისმენთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დილიდან მართავს საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს. ჩვენ მოვისმინეთ უკვე თავად ასამბლეის პრეზიდენტის პოზიცია საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და შეხვედრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, როგორც ასამბლეის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი აცხადებს, 2 დღის განმავლობაში მათ აქტიურად ექნებათ შეხვედრები ყველა პოლიტიკურ ლიდერთან, როგორც სახელისუფლებო გუნდის, ასევე ოპოზიციის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე საუბარი შეეხება ყველა იმ საკითხს მისივე შეფასებით, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოსთვის არის აქტუალური. პირველი შეხვედრა ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან და სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მოვისმინეთ ჩვენ ასამბლეის პრეზიდენტის პოზიცია. It's a pleasure to be მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პარლამენტში სტუმრობა. 2 დღის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით საზოგადოების ყველა აქტორს და ლიდერებს. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანაშია. მეტ განმარტებას ხვალ მოგაწვით. ხვალ ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი პრესკონფერენცია ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან. დღეს მთელი დღის განმავლობაში კი აქტიური შეხვედრები ექნებათ, როგორც უკვე გითხარით, პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა უკვე შეხვედრა, ასევე დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ორივე შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორც მმართველი გუნდის, ასევე თავად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი შეეხნენ ასევე კანონმდებლობის გარდა სხვადასხვა აქტიურ საკითხებს, რომელიც მათ დღის წესრიგში არსებობს, რაც შეეხება მმართველ პარტიას. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გამოიხატა ის მხარდაჭერა, რომელიც ეუთოს მხრიდან აქვს საქართველოს. ეს დაიგულისხმება აქ, რა თქმა უნდა, მათი ანგარიშები, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და ზოგადად იმ არჩევნების დასკვნებზე არის აქ საუბარი, რომელიც ბოლო პერიოდში ეუთოს მხრიდან გამოქვეყნდა, რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც უკვე გითხარით, დღის მეორე ნახევარში უკვე ეუთოს დელეგაციის წევრები შეხვდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. განსაკუთრებულად აინტერესებდა ჩვენი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ყველაფერი და ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. მათი ასე ვთქვათ ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენს დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური ასე ვთქვათ დიალოგის გააქტიურება საქართველოში. ვცდილობა, რომ ეუთოს ვიზიტი, რომლის პირდაპირ მოვალეობაა და ვალდებულებაა ელაპარაკონ ყველას. ახლა ამ ვიზიტის შეფასება იზოლაციის გარღვევად რაღაც განსაკუთრებულ ასე ვთქვათ მოვლენად, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მიზანი არის დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს მოსწოს ჩირქი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ თქვენ მაშინ თავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა 2024 წელს, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და
ნაცვლად ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა, ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ნახეთ ცდილობა, რომ წაქეზებული იყო რადიკალური დღის წესრიგი, ნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნებიც კი, რომელიც აქეზებდნენ საქართველოში დემოკრატიის ძირგამოთხრელ საქმიანობას. ჩვენ ვართ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები და მნიშვნელოვანია ეს, რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას კონსტრუქციული დიალოგისა და ამ მხრივ ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, როგორც უკვე გითხარით, შეხვედრების ნაწილი უკვე შედგა საქართველოს პარლამენტში, ახლა დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი არის დელეგაციის წევრების შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ დელეგაციის წევრები უკვე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან. მადლობა ქეთი, თქვენ უსმენთ ქეთის ზანთარაიას. რატომ გააპარა გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარიას საელჩოთან და რატომ არ ასაჯაროებს პიტერ ფიშერის შეხვედრის შინაარს? მეხუთე დღეა დიპლომატიური უწყება დუმს. ქართულ ოცნებას არაერთი კითხვა აქვს, მას შემდეგ რაც ლომჯარიას ფიშერთან შეხვედრა დადასტურდა და საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადაჯდომის კადრებიც გავრცელდა, საელჩოს განმარტება არ გაუკეთებია. მანამდე კი ლომჯარია ელჩთან შეხვედრასაც და მასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნაზე საუბარსაც უარყოფდა. ანუკა ბუავა განავრცობს საკითხს პირდაპირ ეთერში, ანუკა გესმენთ. რატომ მალავენ თუ კი არაფერი აქვს დასამალი, ეს არის შეკითხვა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე ბევრჯერ დაისვა, თუმცა თავად ადრესატების მხრიდან პასუხი ისევ არ არის, ისევ დუმილია როგორც ნინო ლომჯარიას მხრიდან, ასევე პეტერ ფიშერის გერმანიის ელჩის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარე კი დარწმუნებულია, რომ პრობლემა თავად შეხვედრის შინაარსში არის. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე თუ რა დამოკიდებულება აქვს გერმანიის ელჩს ქართველი ხალხის მიმართ და მათ შორის რა დამოკიდებულება აქვს ნინო ლომჯარიას საკუთარი სამშობლოს მიმართ. პარლამენტის სპიკერი დარწმუნებულია, რომ განხილვის მთავარი თემა სწორედ ქართველი ხალხის დასჯის საკითხი იყო და ლომჯარია მართლაც მივიდა მოთხოვნით, რომ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს. შალვა პაპუაშვილი მეორეს მხრივ ამბობს იმასაც, რომ პეტერ ფიშერი არის ადამიანი, რომელმაც ზიზღი გააღვივა საქართველოში და მათ შორის ეს არის ყოვლად მიუღებელი, როგორც სპიკერი ამბობს, საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიპლომატისთვის, რომელიც საკუთარი მისიით არის ჩამოსული საქართველოში ამ შემთხვევაში. შალვა პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ ფიშერი არის დიპლომატი, რომელმაც ქართულ-გერმანული 30 წლიანი მჭიდრო პარტნიორობა 3 წელში დაანგრია. ხონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა იმ მხრივ, რომ ასეთი სცენები აღმოსავლეთ ბერლინ და დასავლეთ ბერლინში რო გარბოდნენ, ალბათ გადაყავდათ ხოლმე ფარულად რაღაც ესეთი სცენები გვაქვს ნანახი, ასე რომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა ამაში. ერთი, მეორე, ხედავთ რა ბატონი პეტერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვიცნობთ რა ქალბატონი ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით, ამის და იმ ინფორმაციის შეჯერებით მე ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. მე მინდა ბატონ პეტერს უთხრა, რომ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას მის ამომრჩევას ნუხტის ზიზღის ობიექტად. ეს არ არის ევროპული საქციელი, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. ასე რომ სამწუხარო საკითხი მოვლენასთან საქმე, თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში ფიქრობ ეს უკვე უიმედო შემთხვევა არის. ჩვენ მხოლოდ ის დღე დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ივნის, როდესაც ის წავა საქართველოსდან და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადამიანი, ვინც ჩამოვა, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ 30 წლიანი მჭიდრო პარტნიორობა საქართველოს და გერმანიას შორის ამ ადამიანმა 3 წელიწადში დაანგრია.
გერმანიის საელჩოდან ნინო ლომჯარიას გერმანული ესთეტიკით გაპარვის კადრები ნახა ოპოზიციამაც, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი უწოდებს, როგორც მოისმინეთ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის მაინც რთულად დასაჯერებელია თავად ის ფაქტი, რომ მალავენ შეხვედრის შინაარს, ვინაიდან ნაციონალურ მოძრაობაშიც ამბობენ უკვე დუმილის 5 დღის მიუხედავად, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს იმ შეხვედრის შესახებ საუბარი, რომელზეც ბოლო დღეებში არაერთი შეკითხვა დაისვა. საქართველოს ხელისუფლებაში კი ამბობენ ქართულ ოცნებაში, რომ პრობლემა არის ნამდვილად შინაარსში, ვინაიდან პეტერ ფიშერი არის ადამიანი, დიპლომატი, რომელიც მუდმივად ახალისებს ოპონენტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის რადიკალურ გეგმებსა თუ მიზნებს. შესაბამისად, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს თუ რა იყო განხილვის მთავარი თემა და იქვე ამბობენ იმასაც, რომ მათთვის ეჭვგარეშია ისიც, რომ სწორედ ქართველი ხალხის დასჯას ითხოვდა ყოფილი სახალხო დამცველი კონსპირაციულ შეხვედრაზე. რასაც არ უნდა ყოფილიყო საუბარი, დამალვა რა საჭირო იყო. ხო და რა საჭირო იყო? არა, ხო და არ დაიმალებოდნენ მეთქი, არ მჯერა რომ დაიმალონ. ნამდვილად არ მგონია რომ ნინო ლომჟარიას საელჩოების დატოვების დროს ჭირდებოდეს რაღაც კონსპირაცია, რატო ყველამ ვიცით რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხონდათ ყოველთვის აქტიურ და საზოგადოების წარმომადგენლებს აქტიურ შეხება ელჩებდა. შინაარსის გასაჯაროვება არ ვიცი ხა რაზე უნდა ყოფილიყო ისეთზე საუბარი რომ სკანდალური იყოს და არ საჯაროვდებოდეს. ძალიან მარტივი შაბლონური პასუხი შეუძლიათ გაგცენ. დასამალი რა ქონდათ ამ ადამიანებს თვითონაც რო კითხოთ ალბათ არ უარყოფენ. რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსი არის დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რო არ შეიკრიბნენ და საქართველოს ნათელმომავალზე რო არ ისაუბრებდნენ, ეს ფაქტია. მე იაფასიანი სერიალებში არის ხოლმე, იაფასიან სერიალებში, სადაც ვთქვათ ჯაშუშებზე არის, იმიტომ რომ ცოტა უფრო სერიოზულ სერიალებში ასეთ რაღაცას არ აკეთებენ. იქ უფრო კარგად დგავენ ხოლმე ამას ყველაფერს. განიხილა ლომჯარიასთან ერთად რა დესტრუქციული ქმედებები უნდა მოხდეს საქართველოში, რომ სიტუაცია აირიოს, ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს კონტროლი და ამ ვითარებაში მოხდეს რევოლუცია და ძალადობრივი ცვლა ხელისუფლების. ამაზე როგორ დაგელაპარაკებთ? ვერ დაგელაპარაკებთ, ამიტომაც ჩვენთ არიან. ჩვენთვის ეს კაცი ელჩი არ არის, ეს ბევრჯერ მithქვავს, ის არის ჩვეულებრივი წევრი რადიკალური ორგანიზაციისა და ურჩია კიდევაც თუ ასე ძალიან უყვარს ქართული რადიკალური ორგანიზაციები მიმართოს თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას და მე გაწევრიანდეს ოფიციალურად. რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ? ჩვენ ბუნებრივია ეს კითხვები დაუსვით, როგორც ნინო ლომჯარიას ყოფილ სახალხო დამცველს, ასევე გერმანიის საელჩოს. ორივე მხარე დუმს ამ შემთხვევაში ისინი არიან სწორედ კონსპირაციული შეხვედრის მონაწილეები. მაყურებელმა ასევე ნახა ამ შეხვედრიდან გამოსული ლომჯარიას კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა გერმანიის საელჩოში. პრინციპში ყოფილი სახალხო დამცველი ამ ფაქტს არ უარყოფს. ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუს დროს მან დაადასტურა თავად ეს ფაქტი, თუმცა ლომჯარია თავს არიდებს თავად შეხვედრის შინაარსზე საუბარს, რაზეც გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად სწორედ ლომჯარია იყო ის, ვინც გერმანიის ელჩთან კონკრეტული მოთხოვნით მივიდა, რომ შეეჩერებინათ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე გავრცელებული ინფორმაციით პეტერ ფიშერი ამ მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა ამის იქით მხარეების მხრიდან, ფარული შეხვედრის მონაწილე მხარეების მხრიდან არაფერი თქმულა შეხვედრასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში კითხვები ბევრჯერ დაისვა. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 49 შეკვრა დაფასებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალფა პვპ და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხმარებლის დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეული დღეს თბილისში გაიხსნა ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები. ღონისძიების მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. ეს არის ტრადიციული კვირეული,
რომლის მთავარი მიზანია უწყებებმა მოახდინონ მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი ინფორმირება იმ უფლებების შესახებ, რომლებიც მომხმარებლებს, მოქალაქეებს გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში. საკანონმდებლო ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ამა თუ იმ პროდუქტს, იქნება ეს ონლაინ თუ ფიზიკურად, მაქსიმალურად ინფორმირების შემთხვევაში იყოს დაცული და ამის არაერთი წარმატებული გამოცდილება არსებობს. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ მომხმარებლამდე მივიტანოთ ჩვენი მხარ, ყველას უთხრათ, რომ დარგში კომუნიკაციების დარგში არსებობს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური და დარღვეული უფლების აღდგენის კუთხით მომხმარებელს შეუძლია მომართოს სამსახურს, როგორც ელექტრონული პოსტის მეშვეობით, ასევე მატერიალური სახით გამოაცხადოს განცხადება საჭირო. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სხვა საკითხებთან ერთად მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის, როდესაც ჩვენ კანონმდებლობით მიმოწებული გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, მათ შორის ეს არის არასწორადანზე მეტად დარიცხული გადასახადების ჩამოწერა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი საჩივრების მიღება. ვცდილობთ, რომ სერვისები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, გაუმარტივოთ მათ კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა. იუსტიციის სამინისტრო ბიზნეს სუბიექტებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს. სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანის ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილს სრულდება. იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური შეღავათებით ისარგებლონ და რეგისტრაცია განსხვავებულ ფასად 200 განახევრებულ ფასად 200 ლარის ნაცვლად 100 ლარად გაიარონ. დღეიდან იწყება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით აქცია, რომელიც გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით. სამეწარმეო სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა ნაცვლად 200 ლარისა გადაიხადონ 100 ლარი. ამისათვის საჭიროა, რომ ისარგებლონ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტული წესდებით, მიმართონ იუსტიციის სახლებს, ან დისტანციურად გაიარონ რეგისტრაცია my.gov.gis მეშვეობით და შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრო. რაგბი ევროპის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 53-30 დასრულდა. შედეგად ბორჯღალოსნებმა ევროპის ფინალში ასპარესობის უფლება მოიპოვეს. ჩვენმა სპორტსმენებმა უკვე მე-19 დაიმსახურეს ანთიმოზივერიელის თასიც. გუშინდელი მატჩით ალექსანდრე თოდუა და შალვა მამუკაშვილი სანაკრებო კარიერიდან ოფიციალურად გააცილეს. რაგბი ევროპის ფინალი 15 მარტს მადრიდში გაიმართება. ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის ფინალში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები დატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდნენ. ოქროს მედალის მფლობელი გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 20 წლის ჯავახიშვილი იბონით დაამარცხა. Like I say, the 9 kilos is kind of too much to mess around. Always got him. That's it. წყალბურთის ფესტივალი მოზარდებში დასრულებულია, დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. ტურნირის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 3 დღის განმავლობაში დინამო საცურაო აუზზე მიმდინარეობდა და მასში 200-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი, როგორც გოგონები, ისე ვაჟები მონაწილეობდნენ. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ჯუნიორ ფესტივალი უკვე მესამე წელია, რაც მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი არის ზოგადად ბავშვებისთვის, დღევანდელი წყლის სახეობების განვითარებისთვის. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ტურნირმა ამ წლების განმავლობაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური გახდეს მომავალში ასეთი ტურნირები. პირადად მინდა მადლობა გადაუხადო ქალაქის მერიის სპორტის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის სამსახურს, რომელიც იყო გენერალური სპონსორი ამ ტურნირის. ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე იყო ჩატარებული. ისთვისაც მადლობა უნდა უთხრათ ორგანიზატორებს, ზოგადად ესეთი მაღალი დონის ღონისძიებები ახალგაზრდებს დამატებით мотивაციას ძენს. ეს მნიშვნელოვანია სპორტის პოპულარიზაციისთვის, გარდა ამისა ახალგაზრდებს აქვს საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი თავი და მომავალში ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგცემს, რომ უფრო დიდი და მასშტაბური ღონისძიებები ჩავატაროთ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯამბაზების საპრემიერო ჩვენებები გაიმართა. ეს არის პარმის ოპერის თეატრის პროდუქცია. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი. ყოველთვის რა თქმა უნდა ამაღელვებელია საკუთარ ქვეყანაში და ამ ისტორიულ თეატრში რაიმე როლის შესრულება. ბოლო სპექტაკლი რაც ვიმღერე 2023 წელს იყო დონ კარლოსი და დიდი პაუზის შემდეგ აი ეს ოვაციების ფონზე, რა ვიცი, მინდა უსურვო ამ თეატრს, ძალიან დიდი წარმატება, ეს იყო შესანიშნავი დადგმა უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული დადგმა, განსხვავებული ხედვაა და რა ვიცი, მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალია, ეს შესანიშნავია. აქ ბევრ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა დიდ სცენაზე გამოსვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჯამბაზების 3 სპექტაკლს ვუდირიჟორე და ჩვენ აქ მომღერლების 3 სხვადასხვა შემადგენლობა გვყავდა და ყველა შესანიშნავი იყო. სპექტაკლების ყველა ბილეთი გაყიდულია. საოცარი მაყურებელი გყავთ, მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. თქვენ კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და გამოგვყევით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.